ახლა ერთ საინტერესო პროექტის შესახებ მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების შემცირებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგია. ამერიკას, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, დანიაში უკვე იმაზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებენ, რამდენსაც ქვეყანა მოიხმარს. გერმანია კი ამ გზით ფარავს მოხმარებული ელექტროენერგიის 87%-ს. საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ჯერჯერობით ისევ ჰიდრორესურსებია, თუმცა წელს პირველად ქვეყანაში ქარის ენერგიის გამოყენება დაიწყო. ტურბინები 25 ჰექტარზეა განლაგებული. მათი ექსპლუატაციის 27 წლიანი ვადა აქვს. ამ ეტაპზე ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმშია და ექსპლუატაციაში თვის ბოლოდან შევა. მარიამ მოშკენის რეპორტაჟი. უკვე 4 თვეა გორის გვირაბთან პანორამულ ხედს ახალი ნაგებობები დაემატა. აგვისტოში ქარის ტურბინების დადგმა დაიწყო და ვინც ავტობანზე ყოველკვირეულად მოძრაობდა, ემახსოვრება, რომ 7 დღეში ერთხელ აქ ახალი ტურბინა შენდებოდა. გორში სულ 6 ტურბინა დგას, ანუ საინსტალაციო სამუშაო 6 კვირაში შესრულდა და ამის შემდეგ უკვე გაჩერებული როტორიც დატრიალდა. ქართლის ქარის ელექტროსადგური გორის ავტობანიდან საკმაოდ კარგად ჩანს და ძალიან ეფექტური სანახავია, თუმცა ნაკლებად აღიქმება მისი მასშტაბი. იმისთვის, რომ თქვენ წარმოიდგინოთ, რა სიმაღლეა თითოეული ტურბინა, ზუსტ მონაცემებს გეტყვით. თითოეული ტურბინის სიმაღლე გახლავთ 91.5 მეტრი. რაც შეეხება ფრთებს, 3 ფრთა აქვს ტურბინას და თითოეული ფრთის სიგრძე 57 მეტრია. ვიდრე გორში ქარის ელექტროსადგური გაშენდებოდა 2013 წელს, ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა. 18 თვიანი დაკვირვების შემდეგ ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მომზადდა და გადაწყდა, რომ ქარისგან დენის მისაღებად ტერიტორია წელიწადის 4-ვე სეზონზე გამოსადეგი იყო. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი დღეები, როცა ქარი არ უბერავს და შესაბამისად ტურბინები ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს, მაგრამ წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევები იშვიათია. აქ უმეტესად ქარი ქრის და როტორიც ტრიალებს. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიტის ეფექტურობა არის სადაც 50%. ამიტომ თუ სადღაც თვის განმავლობაში 50%-ით არის დატვირთული აღნიშნული მონაკვეთი. ეს ტურბინები იწყებს მოძრაობას, ასე ვთქვათ, გამომუშავებას 3 მეტრი წამიდან, 3 მეტრი წამის შემდეგ 10 მეტრი წამზე უკვე ადის 20 მეგავატზე სრულ გამომუშავებაზე. ეს ქარის ენერგიის ათვისების პირველი შემთხვევაა. პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს, რომლიდანაც 22 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ჩვენი ასე ვთქვათ, თავარი ამოცანა იყო, რომ ეს პირველი პროექტი განხორციელებულიყო საქართველოში, რადგან ქარის სადგურები არ ქონდა და აი მთელი გუნდი, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა პირველივე დღიდან, აი როგორც პატარა ბავშვს უვლი და ზრდი, ისე იყო ფაქტიურად ამ პროექტის განხორციელების მთლიანი პროცესი. გარდა იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული პროექტებიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის პროცესში ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ 80% ყველა პროექტის განხორციელების დროს უნდა იყოს დასაქმებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ტურბინები, რომელსაც აქ ხედავთ ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Vestas Benelux-ის ფირმის არის და 2016 წლის მოდელს წარმოადგენს. შესაბამისად, დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ხმელეთის ტურბინებს შორის ყველაზე ახალი და ძლიერია. ანძაში, რომლის დიამეტრი 5 მეტრია, ლიფტია დამონტაჟებული. ლიფტს ტაუერზე აყავხარ. გონდოლაში კომპიუტერი, მამოძრავებელი ბირთვი, გამაგრილებელი და უსაფრთხოებისთვის არსებული მოწყობილობებია დამონტაჟებული. მშენებლობის პროცესს Vestas წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებოდნენ იმისთვის, რომ ამ მხრივ გამოცდილების არ მქონე ქვეყანაში ყველა ტექნიკური სამუშაო სწორად შესრულებულიყო. პროექტის განსახორციელებლად Vestas-მა მრავალეროვანი ჯგუფი შეკრიბა. ფაქტობრივად 10 ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები ამ პროცესში ჩართული. ამ წეები თურქეთიდან შემოვიყვანეთ. ინსტალაციის ჯგუფი საბერძნეთიდან ჩამოვიდა. შემოწმება ბულგარელმა კოლეგებმა განახორციელეს. ასევე იყვნენ წარმომადგენლები გერმანიიდან, დანიიდან, უკრაინიდან. საბოლოოდ ის რაც გაკეთდა, ის მასშტაბი, რაც ამ სადგურს აქვს, ფიქრობ დასაწყისისთვის ძალიან კარგია. კარგი სტრატეგია იმისთვის, რომ ქარის ენერგიის ათვისება საქართველომ უფრო აქტიურად დაიწყოს.
ფოთის პორტში ტურბინებით დატვირთული გემი 27 ივლისს შემოვიდა იმისთვის, რომ ფოთიდან გორამდე გონდოლები, თაუერები და ფრთები გადაეტანათ, თურქეთიდან სპეციალური მანქანები შემოვიდა. ამ მანქანების სიგრძე 65 მეტრამდე იყო. ფრთები ცენტრალური გზით წამოიღეს, ტურბინები საჩხერის შემოვლითი გზით. ნოემბრიდან ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს და ელექტროენერგიას მოსახლეობას აწუდის. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა სიმძლავრის არის ელექტროსადგური, ანუ რა სარგებლობა მოაქვს მას, მონაცემებს წარმოგიდგენთ. ერთი ტურბინის დადგმული სიმძლავრე 3,45 მეგავატია. ჯამში ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. ანუ მარტივად რომ თქვათ ყველასთვის გასაგებენაზე, აქ გამომუშავებული ელექტროენერგია 20,000 ოჯახს მოამარაგებს ელექტროენერგიით. ვიდრე ელექტროენერგია მოსახლეობამდე მივა რამდენიმე ეტაპს გადის. პირველ რიგში 6-ვე ტურბინიდან ენერგია თავს ერთად ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ქვესადგურში იყრის. შემდეგ გორი 220 მიეწოდება, საიდანაც უკვე ქვეყნის ენერგოსისტემაში ნაწილდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონტროლო ოთახში, საიდანაც იმართება მთლიანად ქარის ელექტროსადგური. კონკრეტულად ამ კომპიუტერზე გვაქვს ინფორმაცია თითოეული ტურბინის შესახებ, რამდენ მეტრწამზე არის ახლა ტურბინა, რამდენს გამოიმუშავებს კონკრეტულ აი ამ სიტუაციაში. გარდა ამის, ამ ოთახიდან კონტროლდება და იმართება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული როგორც ტურბინათან, ასევე ქვესადგურთან. ამ კონკრეტულ კაბინეტებში მოდის ყველანაირი ინფორმაცია ტურბინებიდან. ქარის ენერგია ქართულ ენერგოსისტემას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში გამოადგება, ანუ მაშინ, როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია. ქართლის ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე იმპორტირებულ ენერგიას მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით დაახლოებით 18%-იან შეღავაც მოგცემს. 2016 წელი ჩვენ თუ გადავხედავთ სხვა წლებს, უკვე არის განსხვავებული, რადგან გვჭირდება ნაკლები ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალი პროექტები, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში, გვაძლევს შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ ჩვენი შიდა მოთხოვნა. კახი კალაძის განმარტებით წელს ზამთარში მოსახლეობას დენის და გაზის მიწოდების პრობლემა არ ექნება, არ იგეგმება ტარიფების მომატებაც. რაც შეეხება განახლებადი ენერგიის გამოყენების პერსპექტივას, გორის მუნიციპალიტეტში ამ ადგილზე ტურბინები კიდევ დაემატება, რაც სადგურის სიმძლავრეს 100 მეგავატით გაზრდის, ანუ დამატებით დაახლოებით 100,000 აბონენტს მოამარაგებს ელექტროენერგიით. ევროპის ქვეყნებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებისგან საერთო ელექტროენერგიის წარმოება 191%-ით გაზარდეს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით უკვე საქართველოსაც მოეთხოვება აითვისოს და გამოიყენოს განახლებადი ენერგია და ენერგეტიკულ ბალანსში შემავალი ასეთი ენერგიის წილი მინიმუმ 2% იყოს. საჭიროა სხვა სიმძლავრეები, როგორც ჰიდროდან მიღებული ელექტროენერგია, თვოელექტროსადგურები და დღევანდელი ჩვენი სისტემიდან დაახლოებით 300 მეგავატი არის შესაძლებელი ავითვისოთ. თუმცა პოტენციალი ქვეყანაში არის დაახლოებით 2000 მეგავატი, ცოტა მეტი მხოლოდ ქარის სადგურების. პირველი ქარის ტურბინა შოტლანდიაში 1887 წელს აშენდა, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 10 მეტრი იყო და მისგან მიღებული ელექტროენერგია აკუმულატორების დასატენად გამოიყენებოდა. მე-20 საუკუნიდან უკვე ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება აქტიურად დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ელექტროსადგურები აშენდა. მოწინავე ქვეყნებს შორის გერმანია, ამერიკა და ჩინეთი არიან. მართალია ჩვენ ენერგეტიკის ამ მიმართულებას გვიან 21 საუკუნეში შევუერთდით, თუმცა დღეს თანამედროვე ყველა სტანდარტის დაცვით აშენებული ქარის ელექტროსადგური გვაქვს. აქ ისეთი კვლევებიც ჩატარდა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგალითად, ტურბინები ისე დაიდგა, გადამფრენჩიტებს ხელი რომ არ შეეშალოთ. დამონტაჟდა სპეციალური მოწყობილობა, ღამე-ღამურა მშვიდად რომ იფრინოს და ტურბინას არ დაეჯახოს. აქ ისიც დათვლილია მწყებს, რომ წიგნის წაკითხვა მოუნდეს, რამდენჯერ შეაწუხებს ტურბინის ფრთის ჩრდილი და კიდევ ფერი ხომ არ იქნება მისთვის გამაღიზიანებელი. კახი კალაძე ამბობს, რომ ტურბინებზე სპეციალური განათება უნდა დამონტაჟდეს ავტობანიდან ღამითაც რომ ჩნდეს, რადგან მოსახლეობას სიახლე მოსწონს და ფოტოებს აქ ხშირად იღებენ. ახლა კი თემა, რომელიც